ნევროლოგიური დარღვევები მსოფლიოში ფიზიკური და ფსიქიკური ინვალიდობის წამყვანი მიზეზია. ამჟამად ისინი დაახლოებით 3,5 მილიარდ ადამიანს აწუხებს. ასეთი პაციენტების რიცხვი ბოლო 30 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა და პროგნოზები მიუთითებს, რომ ასეთი დაავადებების შემთხვევები შეიძლება გაორმაგდეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტენდენცია ემთხვევა პლასტმასის და ბინძურების ზრდას, ნათელი ხდება, თუ რატომ იზრდება ამ დაავადებების შემთხვევები და რატომ აზიანებენ ისინი სწრაფად ახალგაზრდებს. ახლა წარმოიდგინეთ ეს პლასტმასის კოვზი თქვენს ტვინში. სამწუხაროდ ის იქ არ არის ინერტული და უვნებელი. ელექტროსტატიკურად დამუხტული პლასტმასის ნაწილაკები ესხმიან თავს ნეირონებს, ტვინის უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი აზრებისა და მოძრაობების უმეტესობაზე. ყოველ დღე, ყოველ წუთს, თქვენი ტვინის უჯრედები ნადგურდება ნანოპლასტმასის ზემოქმედებით. და ეს პროცესი არასდროს ჩერდება, ის მხოლოდ ჩქარდება. ამრიგად ნეირონების დაზიანება იწვევს მძიმე და ხშირად შეუქცევა დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, ინსულტი და მრავალი სხვა. თუმცა ნეირონები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტვინით. ისინი ქმნიან უზარმაზარ ქსელს, რომელიც კოორდინაციას უწევს და სინქრონიზაციას უწევს მთელი სხეულის აქტივობას. და როდესაც ეს ნეირონები დაზიანებულია, ავტონომიური ნერვული სისტემა იწყებს გაუმართავობას, რაც არღვევს შინაგანი ორგანოების ფუნქციას. მაგალითად, ნაწლავები შეიცავს დაახლოებით 500 მილიონ ნეირონს, ეგრეთ წოდებულ მეორე ტვინს. ეს ვრცელი ქსელი სასიცოცხლო როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში, იმუნიტეტსა და ემოციურ რეგულირებაშიც კი. მაგრამ წყლის ყოველი ხლუპით და ყოველი კვებით მიკრო და ნანოპლასტმასების უხილავი ნაკადი შემოდის ჩვენს ორგანიზმში და სამწუხაროდ, ამ ნაწილაკების უმეტესობა ნაწლავებში ილექება და გროვდება.